კრიპტო ბაზარი ცოტა ქვევით მოდის, ოქროც და S&P 500 ორივე ერთდროულად არის რეკორდულ ჰაიზე. ახალი დეცენტრალიზირებული ტრეიდინგ პლატფორმა Asteri, რომელიც საკმაოდ პოპულარული გახდა წინა კვირას, ინვესტორი არის CZ, რომელიც არის ცნობილი იმით, რომ არის ასევე Binance-ის დამფუძნებელი და საკმაოდ დიდად ფუშავს ამ თავის coins. 6 ცენტიდან ავიდა $2 და ამ ეტაპზე 11 ცენტზე. არ ვიცით გატესეთ თუ არა, ეს არის ჩვენი ახალი API, რომელიც უკვე გაშვებულია. გამარჯობა, მე ვარ გიორგი BitNet-დან, ეს არის ჩვენი ყოველკვირეული გადაცემა კრიპტო ნიუსები, სადაც გაიგებთ კრიპტოს ახალ ამბებს. თუ მოგწონთ ეს კონტენტი, გამოიწერეთ ჩვენი არხი. დღეს გვაქვს სამი საინტერესო თემა. პირველი, რა ხდება კრიპტო ბაზარზე, რატო არ მიდის Bitcoin წინ და პირიქით უფრო ქვევით მოდის კრიპტო ბაზარი. მეორე, რა არის პროექტი, რომელზეც Binance-ის ფაუნდერი CZ დღეს მუშაობს და აქტიურად პოსტობს ხოლმე Twitter-ზე და მესამე, რა ხდება BitNet-ის ირგვლივ ახალი და კარგი. დავიწყოთ პირველი თემით. ბაზარი, კრიპტო ბაზარი ცოტა ქვევით მოდის Bitcoin-ის ფასი, აი ხა ამ კონკრეტულ მომენტში არის 111700 ჩამოსული და ბევრს უჩნდება კითხვა თუ რატო ხდება ეს ყველაფერი, როცა მაგალითად S&P 500, ანუ ამერიკის ბირჟის ინდექსი ახალ რეკორდულ ჰაიზე ადის, ასევე ოქრო ახალ რეკორდულ ჰაიზე ადის და კრიპტო რეალურად ამ ბოლო პერიოდში რამოდენიმე თვის მანძილზე ჩამორჩება ამ ყველაფერს. ეს ძალიან საინტერესო კითხვა არის და საერთოდ რა მოხდება ბაზარზე, ეგეც რა თქმა უნდა ძალიან საინტერესო არის და შეძლებს თუ არა კრიპტო რომ დაიწიოს იმ განვითარებას რაც ხდება ბირჟაზე ან ოქროს ირგვლივ. პირველი საინტერესო ფაქტი ის არის, რომ ოქროც და S&P 500 ორივე ერთდროულად არის რეკორდულ ჰაიზე. როგორც წესი ოქროს უყურებენ, როგორც რისკის, ანუ როცა არის მაღალი რისკი ბაზარზე, მიდიან რაღაც ყიდულობენ ოქროს, იმიტომ რომ ოქრო არის ყველაზე სტაბილური. მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ ვნახოთ, რომ ბირჟაც ჰაიზე არის და ოქროც. რაც ძალიან საინტერესოა, ეს მე მგონი არასოდეს არ მომხდარა. როგორც იცით, Bitcoin-ს ციფრულ ოქროს ეძახიან და რა თქმა უნდა მოლოდინის არის, რომ თუ ოქროს ფასი ზევით მიდის, მაშინ Bitcoin-ის ფასი ზევით უნდა ადიოდეს. თან ზოგადად ყველაფერი ზევით რომ მიდის, კითხვა ჩდება, რატო Bitcoin-ი არა. პირველ რიგში რაც შეიძლება ითქვას არის ის, რომ Bitcoin-მა უკვე დადო წელს თავისი რეკორდული ჰაი და გაუმჯობესა საკმაოდ დიდი თანხით და ცოტა დაღლილობა არის ბაზარზე, ხო? ანუ მოლოდინი ალთ სეზონის იყო დიდი ხანი და კიდე არის, მაგრამ არ მოხდა ეს ყველაფერი და ეს მოლოდინი რო არ სრულდება და ხალხი რო იღლება, რეალურად ფაზეც მოქმედებს. ასევე გვაქვს ის ტენდენცია, რომ ადამიანი ზოგადად ხშირ შემთხვევაში დასდებს იმას, რაც ზევით მიდის, ხო? ანუ Bitcoin-ი უფრო საინტერესოა, როცა 130,000 იღებს, ვიდრე ეხლა როცა ღირს 111,000. ოქროს და ბირჟის შემთხვევაში ზუსტად ეგ სიტუაცია გვაქვს. ანუ ძირითადად ფული ამ ეტაპზე მიდის იქ, სანამ ზრდა იქ რო ზრდა აღარ იქნება, მერე უკვე იქნება საინტერესო თუ დასტაბილურდა რა მოხდება Bitcoin-ის ირგვლივ. რო შევხედოთ წინა ციკლებსაც, ხო და ზოგადად Bitcoin-ის ფასი და არა მარტო Bitcoin-ის, ხო, აქციების ფასიც ციკლებში მიდის. ციკლი არასოდეს არ არის ერთი და იგივე, ანუ შეიძლება ციკლი გაგრძელდეს 8 წელი, 4 წელი, 3, 30 წელი, მაგრამ სულ რაღაცა ციკლების ფარგლებში მიდის. Bitcoin-ის ციკლი ძირითადად არის დაკავშირებული halving-თან, ანუ იმ მომენტზე, როცა Bitcoin-ის blockchain-ის reward-ები ნახევრდება. წინა ციკლების რო ნახოთ, რეალურად დაახლოებით დღეიდან 1-დან 2 თვის მანძილზე უნდა მოხდეს თავარი ექსპანზია, ანუ Bitcoin-ის ფასის ზრდა და მერე სავარაუდოდ უნდა გადავიდეთ ისევ ნეგატიურ ტერიტორიაზე და მოსალოდნელია რომ Bitcoin-ის ფასის ვარდნა ნახოთ. თუმცა მოხდება ეს რეკორდული ჰაი თუ არა, ეს კიდე გამოჩნდება და მაგაზე მე ვერ გავაკეთებ აქცენტს. მეორე თემა რაც გვაქვს არის ახალი დეცენტრალიზირებული ტრეიდინგ პლატფორმა Asteri, რომელიც საკმაოდ პოპულარული გახდა წინა კვირას. თვითონ Asteri და არის დაფუძნებული, არა ეს, მაგრამ ინვესტორი არის CZ, რომელიც არის ცნობილი იმით, რომ არის ასევე Binance-ის დამფუძნებელი. CZ-ის სხვადასხვა coin-ებზე არ უყვარს ლაპარაკი. ძირითადად ლაპარაკობს ორ coin-ს, ეს არის საკუთარი blockchain-ის, ანუ Binance-ის coin-ი BNB, მეორე არის Bitcoin-ი, იმიტომ რომ Bitcoin-ზე ყველა ლაპარაკობს და მესამე გახდა უკვე Asteri და საკმაოდ დიდად ფუშავს ამ თავის coins. შესაბამისად ჩვენ ვნახეთ, რომ Asteri-ის coin-ი 6 ცენტიდან ავიდა $2 და ამ ეტაპზე 11 ცენტზე და საკმაოდ სწრაფი და დიდი და მოახდინა ერთ კვირაში. ზოგადად რა არის ეს ტენდენცია და რატო არიან დეცენტრალიზებული ტრეიდინგ პლატფორმები საინტერესო. ჩვენ წელს ვნახეთ, რომ ცენტრალიზებული დიდი პლატფორმები, როგორც არის Bybit, Binance და ასე შემდეგ, სადაც შესაძლებელია რომ ითრეიდო
არა მარტო უბრალოდ იყიდო და გაყიდო, არამედ გააკეთო რაღაცა ფიუჩერების ტრეიდები, კარგავენ ბაზრის პოზიციას, იმიტომ რომ ჯერ ესეთი ძალიან დიდი კონკურენცია არის ამ კუთხით, ძალიან ბევრი ახალი მოთამაშე შემოვიდა და ასევე შემოვიდნენ დეცენტრალიზირებული ფიუჩერების პლატფორმები. მაგალითად, Hype არის ესეთი ძალიან ცნობილი და ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტოპ-20-ში არის მისი coin. შესაბამისად, რო ხედავს CZ და სხვა მოთამაშეები, რომ აქ ბაზრის წილს კარგავენ, იწყებენ საკუთარ DeFi და დეცენტრალიზირებულ ტრეიდინგ პლატფორმებს, რომ კონკურენცია გაუწიონ ამ მიმართულებით. ეს საკმაოდ საინტერესო ტენდენცია არის და ალბათ უკავშირდება იმას, რომ ამერიკაში ცოტა წესები რო შემსუბუქდა და ესე აღარ დასდებენ კრიპტო კომპანიებს და უკვე კრიპტო ჩვეულებრივი ნაწილი ხდება ცხოვრების, თვითონ CZ და სხვები ფიქრობენ, რომ შესაძლებელია დეცენტრალიზებულ ტრეიდინგ პლატფორმათაც რაღაცებს მიაღწიო და საკმაოდ დიდი ბაზრის წილი დაიჭირო და შესაბამისად ამ მიმართულებით ვითარდებიან. ესეთი პლატფორმები პრაქტიკულად უკვე ყველა ბლოკჩეინზე არის, Base-დან დაწყებული, BNB-ით დამთავრებული და ამ ასტერზე მაგალითად 9 თუ 7 სხვა ჩეინიდან შეგიძლიათ ფული შეიტანოთ და მოსალოდნელია რომ პრაქტიკულად ყველა ჩეინზე იქნება ეს და არა მარტო ერთი და საინტერესო იქნება ვინ იქნება წარმატებული ამ ყველაფერში. ჯერჯერობით ლიდერობს ყველაზე ძველი კომპანია ამ მიმართულებით, ძველი ამ შემთხვევაში შეიძლება 2 წელი იყოს, ეს არის Hype და საინტერესო იქნება რა მოხდება მომავალში. მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი თემა ჩემთვის პირადად არის Bitnet-ის ახალი განახლებული აპლიკაცია. არ ვიცი გატესეთ თუ არა, ეს არის ჩვენი ახალი API, რომელიც უკვე გაშვებულია, სადაც ჩვენ ძალიან ბევრი რამე გავითვალისწინეთ, რაც ჩვენ მოვისმინეთ ბოლო 1 წლის მანძილზე მოხმარებლისგან. თვითონ დიზაინიდან დაწყებული, თვითონ როგორ მიდის კრიპტოს ყიდვა და ასე შემდეგ, ყველაფერი გათვალისწინებულია. ჩემი საყვარელი ფიჩერი რაც გვაქვს ამ აპლიკაციაში დღეს არის პორტფოლიოს ნაწილი, სადაც თქვენ შეგიძლიათ ზუსტად ნახოთ, როგორ გამვითარდა თქვენი პორტფოლიო, რისგან შედგება, რამდენი ქონდათ მოგება იმ კონკრეტულ დღეს, მე მაგალითად -100 ლარი მაქვს სამწუხარო დღეს და რეალურად ბევრად უკეთესად მართო თქვენი კრიპტო, ხო? ან თუ რაღაცა ფასი გაიზარდა და პორტფოლიოს ნაწილი გაგეზარდათ, მაგრამ არ გინდათ ესე რომ იყოს და გინდათ რებალანსირება გააკეთოთ, ამის შესაძლებლობა უკვე ძალიან კარგად შეგიძლიათ Bitnet-ის პლატფორმაზე. აპლიკაცია უკვე 2 კვირაა გაშვებულია, ფიდბექი პოზიტიურია, თუმცა რაღაცებს რა თქმა უნდა ისე ვასწორებთ, ისე იქნება გამდინარე თქვენ რაც ხშირდებათ და გაინტერესებთ და იმედია რომ კიდევ უკეთესი გახდება ჩვენი აპლიკაცია. ეს იყო ამ კვირის ნიუსები, დიდი მადლობა რომ უყურებთ ჩვენ არხს. კიდევ ერთხელ გთხოვთ რომ გამოიწეროთ და დაგვილაიქოთ ვიდეო თუ მოგეწონათ ჩვენი ნიუსი და თუ რამე კითხვა გაქვთ, დაგვიწერეთ კომენტარებში. მადლობა, დროებით.